გენსყვები. არ მინდა რომ გავიდეს, და რაღაც ცუდ რაღაცებს იცახი ჩემზე. ელენე, შენ სამზარეულოში რა სიხშირით აპირებ რომ იფუსფუსო, იმიტომ რომ სახში ფაქტიურად არ ფუსფუსებ და იმიტომ რომ სახში ჩემს მაგივრად ფუსფუსებენ. ხო და აღარ არის საჭირო. შუადღე მშვიდობისა ძვირფასო წამყვანებო, მივესალმები შუადღის მაყურებელს. დღეს ტრადიციულად პარასკევია და ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში ჩემს შვილთან ელენესთან ერთად, რომელიც ჯერ აქამდე არ ყოფილა ჩემთან სტუმრად. სალამი ელენე. გამარჯობა, ძალიან მიხარია რომ დღეს შენთან ერთად მოვამზადებ ჩემს საყვარელ დესერტს. რომლის მომზადება შენც იცი რა? მეც ვიცი და ძალიან მიყვარს. კი ბატონო, გადავინაცვლოთ სამზარეულოში და მოგიყვებით რას მომზადებთ. მოვამზადებთ შვრიის დესერტს მარწყვით და მე მგონი ერთადერთი არის მომზადებაც იცი. ვწდები? არა, ბევრი რაღაცის ჩამოთვალე და თან დავიწყოთ. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია და ამიტომ მიყვარს ამის მომზადება. კი ბატონო, მაყურებელს ვეტყვი რომ დაგჭირდება 300-300 გრამი შვრია და ქვილი. თანაბარი რაოდენობით თუ გნებავთ ნაკლები იყოს, მაგრამ თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს. ამ შემთხვევაში 300 გრამზე დაგჭირდება 200 გრამი გამდნარი კარაქი და ტრადიციულად სამზარეულოში ვიყენებთ ფერარინის კარაქს. ახლა ელენეს ვთხოვ რომ ჩაჭრას და დავადგათ გასადნობად, მე ჩაგირთავ გასქურას და თან მაინც არ მოგეშვები და მაინტერესებს რომ მომიყვე რა გეხერხება კიდევ ამ დესერტის გარდა, იმიტომ რომ ამ დესერტს ხშირად ამზადებ. კი, ხშირად ვამზადებ და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ჟოლოთი მომზადება. ეს სიმჟავე რო აქვს მიყვარს. მარწყვით სხვათა შორის არ მიცდია არასდროს. მარწყვი რადგანაც სეზონურია, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ მარწყვით, თუმცა ალუბლითაც შეიძლება, ჟოლოთითაც შეიძლება, ნებისმიერი მისაღები არის ამ შემთხვევაში. ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, შვრიას და ხორბლის ფქვილს ერთმანეთში გავხსნით და აქვე დავამატებთ ცოტა შაქარს, მარილს. შაქარი დაახლოებით 100 გრამი გამოვიყენე მე. შეგვიძლია საერთოდ არ გამოვიყენოთ, ან შეგვიძლია ნაკლები მეტი გამოვიყენოთ. 1 სუფრისკოვზი სოდა, წიკვი მარილი და დარიჩინი. ამ ყველაფერს ვურევ ამავე მასაში და შემდეგ ეს კარგად გაიხსნება უკვე კარაქთან ერთად და მივიღებთ ცომს, რომელიც დაგჭირდება გამოსაცხობად. ამასობაში ელენე მოგვიყევი როგორ უნდა მოვამზადოთ მარწყვის გულსართი, შიგთავსი. მარწყვი უნდა გავასუფთავოთ, დავჭრათ, კარაქში მოვთუშოთ შაქართან ერთად. შემდეგ უნდა დავამატოთ ლიმონი, რომ ფერი შეინარჩუნოს და როცა უკვე დუღილს დაიწყებს, დავამატოთ სახამებელი. სახამებელი არ არის ჩემი აზრით კარგად დაფასებული სამზარეულოში, იმიტომ რომ მისი დახმარებით თუ გადნა საკმარისია ჩემთვის, მისი დახმარებით შეგვიძლია ნებისმიერი კერძი, ესე ვთქვათ, გამოვასწოროთ. თუ ვატყობთ რომ ჩვენი რაღაცნაირი соуსი, რამე მოსასხმელი, ცოტა თხელია, შეგვიძლია იქაც გამოვიყენოთ, შეგვიძლია соуსებში, ჩაშუშულებში, იმ მსგავს კერძებში თამამად გამოვიყენოთ და ძალიან უხდება და რაღაც სხვა სიბლანტეს შეძენს ჩვენს ნებისმიერ კერძს. კარაქს ბოლომდე გასქურაზე არ ვადნობ ხოლმე, ცოტა უკვე დნობას რო იწყებს, თვითონ ქვავის სიმხურვალე საკმარისია, რომ დანარჩენილი რაოდენობა ჩადნეს, ამიტომ არ წამოგვიდუღდება ამ ხერხით. აი ასე. შენ ცხოვრებაში სიახლეა და მაინტერესებს, აი შენი სამზარეულოს დიასახლისი რომ იქნები, რა სიხშირით აპირებ ფუსფუსს. იცი რა, მინდა რომ ხშირად ვიფუსფუსო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ეს მაგალითი მყავს დედის სახით. ელენე, შენ ალბათ გეცოდინება რა უყვარს რატის და ამის მიხედვით აპირებ, რომ შენი რაციონი იყოს სამზარეულოში? იცი რა, რატის ძალიან ცოტა რაღაც უყვარს და მე უფრო მრავალფეროვანი საჭმელი მომწონს, ამიტომ შეიძლება ცოტა რაღაცები შევურიო ჩემი. ხო და რა უყვარს? გურმანია? ვიტყოდი რომ გურმანი არ არის. უყვარს მხოლოდ აი ძალიან მარტივი საჭმელი, ყველანაირი დანამატების, სუნელების გარეშე, ესე ძალიან ჩემთვის იდეალურია, არ მომიწევს ზედმეტი ფიქრი თუ რა მოვამზადო, ვიცი. აი მაგალითად ვიცი რომ ყოველთვის უნდა, მაგალითად ქათამი, ასევე ძალიან უყვარს ბოსტნეული და აი ძალიან მარტივი ესე კერძები იქნება ვფიქრობ ჩვენს სამზარეულოში, მაგრამ ვეცდები რომ რაღაცები გავაცნო და შევაყვარო. ხოთა შორის ძალიან უყვარს მეგრული სამზარეულოც და შენი რჩევები გამომადგება ამ კუთხით. კი ბატონო, აუცილებლად მაგას არ დავიშურებ. შენ თვითონ რა გიყვარს ყველაზე მეტად?
იცი რა, მეც მარტივი კერძები მიყვარს ძალიან, აი უცებ რომ ამზადებ როგორც შენ, აი მათ შორის რომ გამოვაღებ, რაც დაგხვდება, იმის მიხედვით რომ ამზადებ და არ მიწევს რაღაც ის გამოძახება დამატებით ან მაღაზიაში ჩასვლა, აი რაც მარტივად კეთდება, უცებ კეთდება, იმიტომ რომ მეც ისეთი რეჟიმით ვცხოვრობ, რომ სადღაც მეჩქარება და აი ხო და ამან განაპირობა ის მიმართულება, რადგანაც თქვენ ასე გიყვარდათ, მეც მივეჩვიე ასე მომზადებას. კი ბატონო. ამასობაში ეს ჩვენი ძალიან მარტივი ცომი, რომელიც ესე მივიღეთ, გავაფრთხილეთ ერთ ფენად, ცოტა ფაცლით რომ გაგრილდეს და მოვამზადებთ ჯემს და უკვე მეორე ჩართვაში შეგვიძლია დაგიბრუნდეთ, როდესაც ღუმელიდან გამოვიღებთ ჩვენს ძალიან მარტივ დესერტს. დაგიბრუნდით, ჩვენი მარტივი დესერტი უკვე ღუმელშია და სანამ მომზადდება, კიდევ ერთხელ მოგიყვებით რა ეტაპები გამოვიარეთ. გამოვიყენეთ 300-300 გრამი შვრია და ხორბლის ფქვილი, ჩვენ ამ შემთხვევაში გერმანული ბრენდი ჯიდაჯის შვრია გამოვიყენეთ და ასევე დავამატეთ ჩვენს ჯემში ამავე ბრენდის ვანილის შაქარი, რომელიც არის ძალიან არომატული და ძალიან ისეთ ზომიერია. შემდეგ დავამატეთ 200 გრამი გამდნარი კარაქი, აქვე დავამატეთ 150 გრამი შაქარი, ცოტა წიკვი მარილი, 1 ჩაისკოვზი სოდა და 1 ჩაისკოვზი დარიჩინი. მიღებული მასა გავაფრთხილეთ ჩვენ საცხობ ფორმაზე. ცოტა ხანი გავაგრილეთ და უკვე მოვასხით მზად ჯემი, რომელიც ელენე მოგვიმზადა. გამოვიყენე მარწყვი, რომელიც გავასუფთავეთ, დავჭერი და მოვხარშე შაქართან ერთად. შემდეგ დავამატე ლიმონი და სახამებელი და დავაბლენდერე. მიღებული ერთგვაროვანი მასა მოვასხით ჩვენს პირველ ფენას, შემდეგ ზემოდან ესე ფანტელებივით მოვფანტეთ დარჩენილი ცომი და გავუშვით ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთით. შემდეგ კარგი იქნება რომ ვაცადოთ გაგრილება და ისე დავჭრათ, თუმცა ამის დრო ჩვენ არ აგვაქვს, ამიტომ მოდით ჩავიჭყიდოთ და ვნახოთ რა ხდება ღუმელში. ნახე როგორი არომატი დატრიალდა. საოცარი სუნელია. ხო და შენ თუ ფიქრობ მაყურებელი რომ ესე მარტივად იფუსფუსოს სახში და მარტივად მოამზადოს ძალიან სწრაფად დესერტი, ყოველთვის შეუძლია მიმართოს ვებგვერდს goodwill.gi და ასევე მათივე აპლიკაციას და თქვენთვის სასურველ პროდუქტს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მისამართზე მოგაწვდით და ასევე თუ ეს ფუსფუსიც თქვენთვის დამღლელია, მაშინ ჩვენ გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი ორცხობილების ნაკრებები, ეს არის იტალიური ბრენდი Piccolo და ასევე Coppi, რომელშიც ნახავთ აბსოლუტურად ყველანაირ არჩევანს, შაქრის გარეშე, უშაქროდ, ბიოს, შოკოლადის, ვანილის და ასე შემდეგ, მოკლედ ძალიან კარგი წასახემსებელი. ეს მე მგონი გამომადგება. კი. და თან ბევრი რაღაც მომზადება შეიძლება, ხო? შეიძლება პირდაპირ რაღაც იოგურტებთან ერთად. ჩიზკეიქით შეიძლება რა? კი, ნამდვილად ორცხობილებთან ერთად ბერძნულ იოგურტში ძალიან გემრიელი გამოდის. მომიყევი შენს ახლო გეგმებზე, რა გაქვს ჩაფიქრებული? ჩემი გეგმები არის ძალიან უკვე გაწერილი და დატვირთული, რადგან როგორც იცი, პროფესიით ვარ არქიტექტორი და ძალიან ბევრი საქმე მაქვს ამ კუთხით და ამასთან დაკავშირებული. ამიტომ ესეთი რაღაც სწრაფი მარტივი კერძები ჩემს რუტინაში კარგად ჩაჯდება, ვფიქრობ. მე ამ დროს Coca-Cola-ზე დაგკვატიჟებ, ელენე. FIFA World Cup 2026-ის კამპანიის ფარგლებში კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia ფეხბურთის გულშემატკივრებს სპეციალური ლიმიტირებული გამოშვების საკოლექციო ქილებს თავაზობს. ერთი თამაში, სხვა ემოცია. შეგვიძლია ერთი მარწყვიც მოვადოთ ზემოდან, აი ასე. კი, ძალიან მოუხდა. ძალიან ამაზად გამოიყურება. ეს იყო და ეს ჩვენი მარტივი ფუსფუსი. მადლობა რომ იყავით დღეს ჩემთან სტუმრად. აწი უკვე მე გესტუმრები შენს პირად სამზარეულოში და წარმატებები. აბა დროებით. კარგად.